ბატონო ზურაბ, ბულვარი ახსენეთ და კი, მისასალმებელია ნამდვილად ბულვარის რეაბილიტაცია. დავასრულებინოთ. კითხვა. მისასალმებელია ბულვარის რეაბილიტაციის გეგმა და მინდა ასევე შევეხო, მე არ ვიძახი რომ რომელიმე შენობა ან უნდა დაინგრეს, ან უნდა აშენდეს და ასე შემდეგ. მე ვიძახი სამართლიან მიდგომას ნებისმიერი პირისთვის და არ იყოს მხოლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესი. ეს შეეხება უკანონოდ განთავსებულ რესტორანს ჯიჩვიდმეც, ვიცით თქვენი მეგობრობის შესახებ დამფუძნებელთან, სანრემოსთან დაკავშირებით ხალბატონმა ნინომ უკვე ახსენა. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამასთან მიმართებაში. ვითხოვთ ელემენტარულ სამართლიან მიდგომას ნებისმიერ ვითარებასთან დაკავშირებით. იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, იქნება ეს წვრილი თუ საშუალო ბიზნესი. არ მოგვისმენია ასევე ჩავარდნილი პროექტები თუნდაც განათლების სამინისტროში დაუმთავრებელი მშენებლობები სკოლის შესახებ და მოვისმინეთ მხოლოდ აყვავებული სამოთხე. გვინდა ეს აყვავებული სამოთხე, გვინდა აი ეს წალკოტი ჩვენს რეგიონში, მაგრამ არ მოვისმინეთ ან რა გარემოებები გვიშლის ამისთვის ხელს. ბატონო არჩილ სამძეს მიმართავ ბულვარი თანამედროვე პირობები. გეთანხმებით, ნამდვილად ბულვარში მეც ხშირად ავარ და მეც ვაკვირდები იქ თუ რა კეთდება, როგორ კეთდება. ბულვარის იერსახის მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და მართლაც ჩვენი ქალაქის და ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი არის. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ვიზიტი მინდა გავიხსენო ინფრასტრუქტურის ministris და ძალიან ასე ვთქვათ გაგვიხარდა რომ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ლოკაციაზე და ორ ლოკაციაზე, არამედ თელს პერიმეტრზე ბულვარის მასშტაბური პროექტები განხორციელდება და რა თქმა უნდა აქ ჩვენი ჩართულობაც და ჩვენი მაქსიმალური კონტროლით იქნება ამ მიმართულებით. რაც შეეხება ერთ-ერთ კვების ობიექტს, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე მოვიკითხე თვითმმართველობაში, კი ბატონო, მე მგონი მეორე ნინო მიკითხა. კი ბატონო. ესე იგი, რაც შეეხება G17-ს, ერთ-ერთ კვების ობიექტს, ეს არის ასე ვთქვათ, სამართლებრივი დავის საკითხი და შესაბამისად თვითმმართველობა უკვე მიიღებს გადაწყვეტილებებს, როგორც კი ეს სამართლებრივი დავა დასრულდება, ხოლო რაც შეეხება მეორე დაწესებულებას, მე ახლა დავაზუსტე, შესაბამისად იქ მდგომარეობა სხვანაირად არის, იქ მიმდინარეობს ასე ვთქვათ სანებართო პროცედურები, ზოგადად საკითხის უფრო დეტალურად განხილვა და ძალიან მალე გვეცოდინება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობა. ეს არის ვთქვათ იმ ობიექტთან დაკავშირებით, რაც თქვენ იკითხეთ, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რათა მოვაწესრიგოთ არა მარტო ბულვარი, არამედ ზოგადად ჩვენი ის ობიექტები, დაუშვათ იქ ხალბატონმა ნინომ აღნიშნა, სადღაც შეიძლება იყოს ნარჩენები გამოტანილი, სადღაც იყოს რაღაცა პრობლემა, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა და ჩვენ მზადა ვართ ჯანსაღი კრიტიკისთვისაც და თუ სადმე რამე გამოსასწორებელია, მზადა ვართ გამოვასწოროთ.